თამა, რა თქმა უნდა, გუშინ გავრცელებული ტექსტით უნდა დავიწყოთ საუბარი. განსხვავებულ ტექსტს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა წაიკითხეს აქციაზე, მანამდე პრაიმ ტაიმმა გაავრცელა ინგლისურენოვანი ტექსტი, იდენტური იმ ტექსტის, რომელიც გახმოვანდა შემდეგ აქციაზე და რასაც მოყვა პოლიტიკური შეფასებებიც ხადია. მართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია კიდევ ერთი დასტური იყო ეს იმის, რომ ოპოზიცია იმართება ევრობიუროკრატებისგან და ბრიუსელისგან. თქვენ მაინც თუ იცით და თუ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა რეალურად აი ამ ყველაფერი ვიცი ზუსტად. სულ ყველაფერი ვიცი ზუსტად. ეს ყველა აქციის წინ, სანამ აქციას დავაანონსებთ, დგება ანონსის ტექსტი. ამ ანონსის ტექსტს, როგორც წესი, წერთ ჩვენ, ხშირად ვარ ხოლმე მე, ვარ ხოლმე მოსემწერალი, როცა საერთო აქცია სტარდება, ხშირად ეს არის ლევან ცუცქირიძე, ან დროადან ვინმე ვიღაც წერს, მოკლედ ამ ტექსტს. ეს არის ხოლმე პირველი დრაფტი. არის რამდენიმე ჩეთი, იმიტომ რომ ეს არის ფართო კომუნიკაციის ის, ხო? ანუ 28-ის აქციას ვაორგანიზებთ სხვადასხვა ჯგუფები და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. ეს ტექსტი შეიქმნა გიგა ლემონჯავას მიერ და თან საუბარიც ჰქონდა ერთმანეთში, რომ შენ დაწერ თუ მე დავწერო, მე 10 საათამდე დაკავებული ვარ, 10-ის მერე მე შემიძლია, არა, კაი, მე დავწერ და ჩავაგდებ. იმ ღამეს ვერ ჩააგდო, იმიტომ რომ რაღაც საქმე მქონდაო, მე დილით დაწერა. დილით ჩააგდო. ანუ ეს არის აქ თბილისში შედგენილი ტექსტი. ეს არის თბილისში შედგენილი ტექსტი, რომელიც მე ქართულ ენაზე, ინგლისურ ენაზე, იმიტომ რომ ამას მოყვა გარკვეული ინტერპრეტაცია თუ ეს სადღაც 10 საათზე, დილით სადღაც 10 საათზე მოგიყვებით, ანუ პირველ წყარო ვარ ჩათვალე. დილით სადღაც 10 საათზე ლემონჯავამ ჩააგდო დრაფტი. ეს დრაფტი ნახეს პარტიების, ანუ ჩეთში ყველა პარტიის წარმომადგენელმა, ვინც ვართ ორგანიზატორები, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. ჩვენ აზრს ვინახავდი, იმიტომ რომ გიგას ეძინა და გიგას როგორც წესი ბევრი აზრი აქვს ხოლმე ტექსტთან დაკავშირებით და ამაზე ხუმრობდით კიდეც Facebook-ზე. გამოდა ბოდიში დავასრულე. ამის შემდეგ წავიდა ეს ტექსტი და გადავარდა აქტივისტების ჩეთში, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩეთში. ანუ რას ამბობთ, რომ შემდეგ გაიტანეს ეს ტექსტი და თარგმნეს ინგლისურ ენაზე? მომენტში გარეთ მოხდა, შეიძლება სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ვიღაც ჟურნალისტს, რომელსაც მეორე ჟურნალისტმა აჩვენა, ქოცებმა ნახეს, რომ რაღაც ტექსტი ჩაგვივარდა ხელშიო პროპაგანდისტებმა, მოდი რა ვქნათო და ქოცებს ხო ეხა გასაჭირი აქვს. ამას ხო ერთი წუთი ამ დეტალებში რო არ შევიდეთ, რეალურად რა ხდება, იცით? ქართული ოცნება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ეჭვიანობა საკუთარ ნაშიერებზე და რეალურად თავებს აცლის საკუთარ ნაშიერებს. ამ თავების წაცვლაში რომ დადო ტექსტი, რატომ არ შეცვალეს იქვე ადგილობრივად, რადგან იქ იყო საუბარი, რომ აი მინაწერია საწყის ზევით ფურცელზე, რომ დაუშვებელი არის რადიკალური ცვლილებების შეტანა ტექსტში. რატომ არ მოხდა არაფერი მსგავსი, ეს არის ყველაფერი ტყუილი, ეს არის პრაიმ ტაიმს თაკობ ხაკაძის მოგონილი მაქსიმართლით იაროს თაკობ ხაკაძემ, რომ ეგ ტექსტი დაიწერა ბრიუსელში, თუ ესმის ჩემი. არაფერი სისულელე არის, პრაიმ ტაიმ მაგისი არ არის, რავი მე ბოლოს ვიცოდი რომ მაგისი იყო, ხო და თაკობ ხაკაძე მიაროს მაქსიმართლით და იულის კიდეც რავი თვა ეგ არის პრაიმ ტაიმის ზემოდან რაღაც დაწერს სხვა რამეს ვიძახი. ეს ტექსტი არის შედგენილი თბილისში. ოღონდ ამ ტექსტს ყავს ადრესატი რისკმოშიში სტატუს კო ლოიალისტები, რომელსაც ევოლუციურად აქვს უცხოს შიში. ერთადერთი გზა რომ რეჟიმმა თავი დაიცვას იმისგან რომ სტატუს კო ბოლომდე არ ჩამოერღვეს და რაზეც დგას ის ბაზა ბოლომდე არ ჩამოერღვეს, არის ის რომ რაღაც შიშები გააღვივოს პროტესტის მიმართ. ერთ-ერთი შიში არის უცხოსადმი შიში. თუ იტყვიან რომ ეს პროტესტი არის უცხოეთიდან მართული, მაგ შემთხვევაში იმედი აქვთ რომ 28 ნოემბერს ნაკლები ხალხი გავა აქციაზე. ამიტომ ატეხეს ისტერიკა, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან მადლობლები. იმიტომ რომ ჩვენ ხო დემოკრატიული ოცნება ამას გულისხმობთ, მაშინ იმ პირობებში, როდესაც თქვენ თავად ამბობთ რომ უმრავლესობა მხარდამჭერი არის იმის, რომ თქვათ უცხოეთი იყოს აქტიურად ჩართული და პროევროპელი არის. როგორც პარტნიორი, აბა რუსეთის პირისპირ უცხოეთის გარეშე როგორ უნდა დარჩება პარტნიორი თუ არ იქნება ფაქტორი მაგალითად თუნდაც იგივე თქვენი რატომ იქნება თქვენი მხარდამჭერისთვის შემაფერხებელი ფაქტორი თქო? ჩვენი მხარდამჭერისთვის შემაფერხებელი კი არა, თავისას ელაპარაკება, თავისის ჩამოშლის შიში აქვს. დაძდევს თავებს ჭრის ის ბაკურიანში ის კაცი რო დაიჭირა კრისტალის კაცი. ეხა ვალიკა რასაც ეძახიან, ხო? ის კაცი რას აკეთებდა? იმას აკეთებდა, რასაც სისტემა უშვებდა და დაიჭირა, იმიტომ რომ სისტემის ნებადართულად მოქმედებდა. იგივეს აკეთებს უამრავი მდიდარი ქოცი ეხა, რომელიც შეშინებულია ზის სახლში და ფიქრობს მე როდის დამიჭერენო. სტატუს კო ერღვევათ, ეს სტატუს კო ამორჩეველი შესაკავებელი ყავთ. და როგორ შეაკავონ, ეუბნებიან რომ ესენი არიან უცხოეთიდან მართულები, ესენი არიან ანტიქართველები. სინამდვილეში ეს პროტესტი არის ყველაზე ქართული პროტესტი, რაც კი ოდეს მოყოფილა, იმიტომ რომ რეალურად აი რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, ის არის გორგასლის ანდერძი ხალხო.
ანუ რაც ლევან ჯობავას ტექსტში წერია, სხვა სიტყვებით დაწერა თავის დროზე გორგასალმა. რომ არ მიატოვოთ ბერძენთა სიყვარული, არ მიატოვოთ ევროპა. გუშინ პეტერ ფიშერი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე და მის აი ამ ქმედებას იმას რომ მივიდა საპროტესტო აქციაზე მართული გუნდი პროვოკაციულ ქმედება და საქართველოს გერმანიას ადანაშაულებს, იმიტომ რომ ფიშერი ახლახან დაბრუნდა ბოდიში. თქვენი პოზიცია და შეფასება და დამოკიდებულება მაინტერესებს თვლით რომ პეტერ ფიშერი და მათ შორის გერმანია ოპოზიციას და იმ აქციებს რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს უჭერს მხარს. მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. დემოკრატიულ პროცესს მხარს უჭერს საქართველოში მთელი დემოკრატიული სამყარო. არ უჭერს მხარს ავტოკრატებს. თორე დემოკრატიულ პროცესს ყოველთვის დაუჭერს მხარს და ძალიან მოხარული ვარ, რომ მას შემდეგ რაც დაბრუნდა თავის სამშობლოში პიტერ ფიშერი და ჰქონდა კონსულტაციები საკუთარ მთავრობასთან, ის დაბრუნდა თავის პოზიციაში გაძლიერებული და დაუბრუნდა პროტესტს. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია. აი ეს მაინტერესებს, ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია და დღეს კახიკალაძე აკაცუკი ეძახა გერმანიის მთავრობას. ეთქობა ეშინია რომ მაგასაც დაიჭერენ და უნდა რომ ძალიან ხმამაღალი იყოს და გერმანიის მთავრობას ეძახა აკაცუკი. ჩვეულებრივი აკაცუკია ოფიშერი. კაცი არის ჩამოსული ბერლინიდან. კონსულტაციების მერე რამენაირად გერმანიის მთავრობა ეთქო და როგორ შეიძლება მოქცევა და როგორ არ შეიძლება მოქცევა. რისგან შეეკავებინა თავი და ის კაცი რომ ჩამოვიდა რადგან პროტესტზე მივიდა, ესე იგი უთხრეს რომ თავი მაგიდან არ შეიკავო. ის რომ მიდის დიპლომატი აქციაზე ეს ნორმა ამ შემთხვევაში ტორიანულანდი არ გახსოვთ ხო მაშინ რა ქვია მაიდნის დროს დადიოდა და ორცხობილებს არიგებდა ხო მშვენიერია ანუ რატო არ უნდა მიდიოდეს დიპლომატი დემოკრატიული პროცესის ხარდასაჭერად პრაქტიკა არის და იგივე მაიდან შეგვიძლია ამ შემთხვევაში შევადაროთ მტრულ რეჟიმს ებრძვიან ანტიდასავლურ ანტიევროპულ რეჟიმი არის მაგალითად გერმანიის ხელისუფლების საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა მტრებად საბოტაჟის გამო რატოზის ის ხალხი რომ მტრული განზრახვებისთვის სახელმწიფოებს აწვდიდნენ იმასო ელენა ხოშტარიას რაზე აქ წარდგენილი ბრალი თუ რაზე დაიწყეს გამოძიება მტრული ინფორმაცია რეჟიმი აყენებს გერმანია იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი რეჟიმი მტრად არ აცხადებს გერმანიას აკაცუკს რო ეძახის დედაქალაქის მერი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს და გერმანიის მთავრობას ეს მტრობა არა პიტერ ფიშერი მე ვის განასახიერებს ვის განასახიერებს პიტერ ფიშერი გერმანიის მთავრობას ელენა ხოშტარიას და ზურა ჯაფარიძეს რაზეა გამოძიება დაწყებული რომ ბრიუსელში ანუ მტრულ სახელმწიფოებთან ჩაქონდათო ინფორმაციაო მტრული იმისთვის რა ქვია მიზნებით მოქმედებდნენო უცხო სახელმწიფოებს აწვდიდნენ ინფორმაციასო რეჟიმა თვითონ გამოაცხადა ან დღეს ეს მოცემულობა რომ ელჩები რომლებიც ხდებიან იგივე თუნდაც ახლა დანიშნული ელჩი საფრანგეთის ხომ რომელიც შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და რამდენადაც ჩემთვის მედიის ხო მედიის ნაწილს და ასევე პოლიტიკოსთან ნაწილს თქვენ თუ იმყოფებოდით ამ შეხვედრაზე მე არ შევხედრი ვარ მას არ მინახავს ჯერ არ გამიცდია მაგრამ გავიცნებ აუცილებლად და ის რომ იმის გათვალისწინებით რომ ზოგადად ნებისმიერ ნიუანს როდესაც დიპლომატზე არის საუბარი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო ის რომ მაგა ეს რეჟიმი უნდა შეეგუოს რომ იზოლირებულია სახში ხდება შეხვედრა ეს რას ამბობს ეს რეჟიმი უნდა შეეგუოს იმას რომ თავიდან ბოლომდე იზოლირებულია თავისუფალი სამყაროდან ძლიერი სამყაროდან თავიდან ბოლომდე იზოლირებულია ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამერიკის შეერთებული შტატები ყავს მტრად გამოცხადებული რამდენიც არ უნდა ეტენოს მტრად რამდენიც მოცხადებული როცა ფაქტი არის რომ მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში გადატვირთვაზე ურთიერთობის როგორ ვისაც ქართველების დახოცვა უნდა ვისაც ქართველების სისხლში ჩახშობა უნდა ის მტერი არ არის ანუ ომში გვითრევსო დასავლეთიო და ამერიკა ომის დაწყებას მთხოვდაო ბიძინა ივანიშვილი მაგას არ ახალ ადმინისტრაციაზე ტრამპზე არის ამ შემთხვევაში საუბარი ძველი ადმინისტრაცია ახალი ადმინისტრაცია რუბიო ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელია რუბიოს გზავნილის მიღებაზე უარი რატო თქვა რატო თქვა უარი თუ მეგობრობა უნდა უარი რატო თქვა რუბიოს გზავნილის მიღებაზე და ომის დაწყების ომში ჩათრევს ანუ ქართულს შენ გინდა მითხრა რომ რეჟიმი რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველების სიკვდილის სურვილს აბრალებს ანუ ომში ჩათრევის სურვილს აბრალებს ის ამერიკას მტრად არ აღიქვამს ვისაც ქართველების სიკვდილი უნდა იმას კონკრეტულ სუბიექტზე იყო საუბარი როდესაც რომელ კონკრეტულ სუბიექტზე ნუ ყოფილ ელჩი არ არსებობს როგორც სუბიექტი არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობები არსებობს
ცივილიზებული ურთიერთობები არსებობს და ელჩი განასახიერებს მის მთავრობას. როდესაც თავს ესხმი მთავრობას. იგივე ელჩი იყო დანიგანი, რომელიც მივიდა და რუბიოს გზავნილის გადაცემას თხოვდა. რუბიოს გზავნილის გადაცემა უნდოდა და ეთყობა იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რაც იყო იმ გზავნილში და არ შეხვდა. ადამიანს რომელსაც აქვს იმის იმედი, რომ ამერიკასთან ურთიერთობა დალაგებადია. რომელმაც ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა 26 მაისის, რომელიც გაუგზავნა ყავარჩიც. ბატონო, მნიშვნელობა არ აქვს, ის ელჩის ის არის, რა ქვია, ის განასახიერებს სახელმწიფო დეპარტამენტს. სახელმწიფო დეპარტამენტი თვითონ აუხსნის ელჩს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ არ უნდა მოიქცეს. თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ნება იყო ესეთი, რომ გამოექვეყნებინათ ის წერილი, ის აუცილებლად გამოაქვეყნებდა. ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიიღო ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი განასახიერებს მთავრობას. რუბიო არის ტრამპის საგარეო მინისტრი. არ არსებობს სუბიექტები, არსებობს ამერიკის მთავრობა. ელჩი განასახიერებს ამერიკის მთავრობას. ბიძინამ წიხლები ურტყა ამერიკის მთავრობას. კალაძემ აკაცუკი ეძახა გერმანიის მთავრობას. საფრანგეთის ელჩს, როდესაც ადანაშაულებენ ამ რაღაცა რადიკალიზმში და ასე შემდეგ, ადანაშაულებენ საფრანგეთის მთავრობას. გასაგებია თქვენი პოზიცია დამოკიდებულება ახლა ეს გასაგებია კიდევ ერთი თემა მინდა რომ მოვასწრო. არანაირი შანსი ბაკა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან დაალაგოს. ეგეთი რამე არ არსებობს. ერთადერთი რაც არსებობს, რომ ჩვენ მივიღოთ დასავლურ ყაიდაზე მოწყობილი, ანუ ქართულ ყაიდაზე მოწყობილი, იმიტომ რომ ქართული არის დასავლური. დასავლურ ყაიდაზე მოწყობილი დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც როგორ უნდა მივიღოთ ეს მაინტერესებს, ოღონდ მანამდე აუცილებლად უნდა კითხოთ ერთი თემა კიდევ მინდა გავშალო, რომელიც გუშინ პოლიტიკური შეფასების საგანი იყო, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პენტენციურ სისტემაში გადაყვანის ამბავი, რის შემდეგაც მან ზელენსკის შეახსენა, რომ არის უკრაინის მოქალაქე და საკუთარი თავის სამოქალაქო ტყვეების სიაში ჩასმაც მოსთხოვა და აი ამის პარალელურად ნაციონალური მოძრაობა საუბრობს დიდ ოპოზიციური ერთობის ფორმირების აუცილებლობაზე და ხედავს ამის პერსპექტივას. თქვენ როგორ ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ მოხდეს ერთგვარი გაერთიანება ამ შემთხვევაში ისევ ნაციონალური მოძრაობის გარშემო და საკუთარ თავს და პარტიას როგორ ხედავთ და წარმოგიდგენთ? გამორიცხავ ბოკუჩავა, რასაც ლაპარაკობს, არის ისეთივე აბსურდი, როგორც 4-ში დაწყება და 4-ში დამთავრება. ეგეთი რამე არ მოხდება და ბოკუჩავა კიდევ ერთხელ საკუთარ თავთან დამარცხდება. იმიტომ რომ ეგეთი რამე შეუძლებელია. ეგეთი რამე არ მოხდება. ეს არის უბრალოდ დღის წესრიგს ავსებენ ხმაურით. ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ვიცი პარტიების დამოკიდებულება და ვიცი მათი პოზიცია ამ წესრიგს ავსებენ. მაგალითად ჩვენი, ანუ ჩვენ თუ გამოთიშულები ვართ და თავს ვესხმით, ხო უკვე არ არის შემდგარი ერთობა, ხო? ძალიან ხმამაღალები ვართ და ხედავთ, რომ 2016-დან მოყოლებული, რაც დანარჩენ ოპოზიციასთან დაპირისპირებაში ვართ, ჩვენ ძლიერდებით, ისინი სუსტდებიან. ესეა, ხო? ანუ ჩვენ მაგ გაერთიანებაში ვერ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ერთადერთ კოორდინაციაში, არა გაერთიანებაში, იმიტომ რომ ჩვენი ფედერალისტური პარტია გვაქვს, კოორდინაციაში მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც აღიარებენ დემოკრატიული თამაშის წესებს, რომლებიც აღიარებენ დემოკრატიულ რეგლამენტს, რომ მაგალითად პარტიის ლიდერები მოძრაობა დემოკრატიული თამაშის წესებს არ აღიარებს. ავტოკრატიული ძალა, ეს ავტოკრატიული წარმონაქმნი, ეს არის ბიძინას კარიკატურული წარმონაქმნი, როგორც ბიძინაზეა დამოკიდებული, ვინ მოღალატე გახდება, ვინ სისხლის სამართლის დამნაშავე გახდება და ვინ იქნება ძალიან კარგი ბიჭი, როგორც ღარიბაშვილი იყო, ხო, თავის დროზე ბიძინასთვის. ზუსტად იგივენაირად ხდება მიშას სამყაროშიც. ბოკუჩავა დღეს არის, ხვალ არ იქნება, ეს ყველაფერი მიშას ნებაზეა დამოკიდებული. მელია იყო დღეს, ხვალ არ იქნება. იქ ხაბეიშვილი მოვა, მე ხაბეიშვილს უცებ სამედიცინო ცნობის გამო გადააყენებენ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობსო, პოლიცსაბჭოდ დანიშნავენ. ანუ ავტოკრატია, ბიძინა ივანიშვილის სისტემის კარიკატურული სისტემაა და ქართველი ხალხი რეცხავს ეგეთ სისტემებს. ეხლა პრობლემა სახელებსა და გვარებში არ არის. თუ უცებ მოხდება სასწაული და დემოკრატიზაცია მოხდება ნაციონალურ მოძრაობაში, ლელოში, იმიტომ რომ ლელოც მიუღებელია ჩემთვის, მაშინ გახდება მისაღები, როდესაც გახარიეს ერთ აღარ არსებობს. როგორ არ არსებობს პარლამენტში არიან შესულები და საკმაოდ ხმაური გავიგე, მაგრამ პარლამენტში შესულები არიან იმისთვის, რომ დააბინაოს გახარიამ, ხო? იმიტომ ხო არა, რომ რამე პოლიტიკური მომავალი აქვს მაგ ხალხს. რავი, თეონა აქუბარდიაც იყო პარლამენტში და თამარ კორძაიაც იყო პარლამენტში. ასე აეკიდები ვიღაცას და შეხვალ როდესღაც პარლამენტში. მაგრამ ძალას განასახიერებო, ეს ხო მაგას არ ნიშნავს, სად არის კორძაია აბა შემდეგი ძალის გამოჩენამდე. მე რა გამოჩნდება დაუძახებს ვიღაცას ვილისალნიოლის იქ ვიღაცას ქათინაურებს ეთქვის და ვიღაცას აეკიდება შევა პარლამენტში. ეს არის ხო? ეს ხო არ არის, ანუ ეს არ არის პოლიტიკის კეთება, ხო? ეს არის აკიდება.
იმისთვის რომ პარლამენტარის ხელფასი გქონდეს. პოლიტიკის კეთება არის, როდესაც შენ ძალას ქმნი, შენ ძალას ავითარებ, შენი ხედვა გაქვს, შენი შეხედულებები გაქვს და ვიღაც ბელადზე არ ხარ ჩამოკიდებული, რომელიც რო გაიქცევა, მე დასაბინავებლად გეტყვით, რომ ხო, კაი, ჯანდაბას პარლამენტში შედით, რომ თქვენი ვალიდან ამოვიდე. და ვიკაფილფანი ახლა რასაც მოახერხებს, თავისით შეძლებს, თორე მის ლიდერი გაქცეულია, ხო? და ეგ არის, მაგრამ თუ იმაზე საუბრობთ, რომ დამოუკიდებლად უნდა იპოზიციონიროს ამა თუ იმ პარტიამ და დამოუკიდებლად უნდა შექმნას დღის წესრიგი ასევე, მაშინ თქვენ შემთხვევაში მაგალითად რატომ ხართ ასე ვთქვათ კოორდინაციაში, აქტიურ კოორდინაციაში იმ პარტიებთან, რომელთა რეპუტაციაც ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას? მე ჩემი გადასაწყვეტი არ არის პარტიების რეპუტაცია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის პარტიების გაუქმება, აკრძალვა და ასე შემდეგ. ჩემი გადასაწყვეტი არის პარტიებთან ისეთი კონკურენცია, რომ ლეგიტიმურად და სამართლიანი თამაშის წესებით წავართვა მათ თავისი ამორჩეველი. სანამ პარტიებს ამორჩეველი ყავთ, იქნებიან თამაში ჩვეულებრივად და სამართლიანი წესებით ვიქნებით მათთან დაპირისპირებულები და შევეცდებით, რომ წავიყვანოთ მისი ამორჩეველი. ეს არის ჩვენი ამოცანა. მე ჩემი საქმე არ არის პარტიების, რომელიც დემოკრატიულ წესებს აღიარებს, გათიშვა პროცესიდან. თუ ყავს ამორჩეველი, ასეთი რომელიც დემოკრატიულ წესებს აღიარებს დღეს ოპოზიციურ კითხვით გეტყვით, ჩამოგითვლით ახლა. მოედანი, ახალი, გირჩი, დროა, ეხლა დამატებული არის ჩვენთან, საიჭოა, მაგრამ ორი კაცია და არაუშავს, ევროპული საქართველო და ეს რა ქვია, იაგოს გირჩი. იაგოს გირჩი ჩვენთან არ არის, იმიტომ რომ იაგოს გირჩი ოცნებასთან თანამშრომლობას მიიჩნევს შესაძლებლად. ანუ ის არ გამორიცხავს, რომ თუ და სხვა დანარჩენი, ვისაც ვინც თქვენ ლელო და გახარია არ განიხილება, გახარია იმიტომ რომ ლელოს შეერწყა რაც არის დარჩენილი ან კიდე, რაც გააკეთა იმის გამო, ლელო იმის გამო რომ მამუკა ხაზარაძე უბრალოდ შეუძლებელია მასთან თანასწორი პარტნიორობა, ის ყველას აღიქვამს თავის დაქირავებულად, რომელმაც მისი დავალებები უნდა შეასრულოს. არც ახლა თუ გადაწყვეტს, რომ ზნე შეიცვალოს და აუწყობს ფეხს, ვთქვათ, პროცესებს და მიხვდება, რომ დემოკრატიზაცია უნდა მოხდეს და ვერ ვიქირავებს, რომ არჩევნებმა აჩვენა, რომ იმ ორ პარტიას, რომელზეც საუბრობთ, გახარიას და ლელოს ამ შემთხვევაში, უფრო მეტი ამორჩეველი ყავს, ვიდრე თქვენ. არა, რანაირად აჩვენა არჩევნებმა, რომ უფრო მეტი ამორჩეველი ყავს? ჩვენ არ ყოფილვართ არასოდეს არჩევნებში. ჩემს დღეში არ ყოფილა არც ერთ არჩევნებში ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა, რაც პოლიტიკაში ფეხი შემოვდგი. ერთხელ იმიტომ რომ გიგი წერეთლის და კაკოს დამსახურებით პროცესის გარეთ აღმოჩნდით, იმიტომ რომ მე 7 ადგილად მიიყიდეს პარტია რეალურად. ანუ რა მნიშვნელობა აქვს კვლევებით ეგრე რა არჩევნებში? გახარიაზე მეტი მქონდა თბილისში და არჩევნებზე გახარიამ და ლელომ რო ხმები აიღეს, ჩვენ დავამისამართეთ ჩვენი ხმები მაგათკენ. და ეხლა აიღეს, როცა ჩვენ არ მონაწილეობდით არჩევნებში და ბოიკოტისკენ მოუწოდებდით ყველას, ეხლა აიღეს, გახარიამ აიღო იმის მესამედი. თბილისში ალტინფომ გაუსწრო. თბილისში ჩვენი ხმები ქონდა მაგას რეალურად. იმიტომ რომ ჩვენ მაგი დავაენდორს. ჩვენ ვაგებინეთ. რეალურად ჩვენ მივეცით ამის შესაძლებლად. ჩვენი მხრიდან ჩვენ რატო გახარია კი არ მოგწონს, ლელო კი არ მოგწონს. უბრალოდ მიშას დასუსტება გვინდოდა, რომ დომინანტი ძალა მიშა არ ყოფილიყო და ხმები გადაწილებულიყო თანაზომადად ძალებზე. ჩვენ რადგან არ ვიყავით, რომ ამისი რაღაცა თავკერძობას შეგვეზღუდა და ეგ გამოგვივიდა. კი, რასაკურველია მივახციეთ. რაში გამოიხატეთ? იმაში რომ მიშა აღარ არის, ვეღარ უკვეთავს დღის წესრიგს ისე, როგორც უკვეთავდა ადრე. გასაგებია რომ ჯერი ხარ ვარ სადაც მაგრამ ჯერ ვერ შეგუა რეალობას და ვერ იღებს იმ რეალობას, რომ მხოლოდ თავისი პარტიის ლიდერია და საერთო სახალხო მოძრაობის ლიდერი ეგ ვეღარასოდეს ვეღარ გახდება და შემდეგ და ურჩევნია თავის პარტიას მიხედოს და მორჩეს პოტინს აქ სხვა პარტიებზე და მათ სხვა პარტიების ჩათრევაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამას ბოლომდე არ არის შეგუებული, მაგრამ ვეღარ აკეთებს. როდესაც ამბობთ, რომ ჯერიქ მართალი არ ვართ, ანუ რა მიზანით საბოლოო გქონდათ, რა არის საბოლოო მიზანი? ჩემი საბოლოო მიზანი არის ის, რომ დემოკრატიული პარტიების კოორდინაცია შედგეს და ისეთი ალტერნატივა შედგეს, სადაც რომელსაც ექნება ისეთი შინაარსი, სადაც ქართველები საკუთარ თავს დაინახავენ, მასწავლებლები თავის თავს დაინახავენ, მოსწავლეები თავის თავს დაინახავენ. შეიძლება ეს დღის წესრიგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ჩვენ და მოედანს, ჩვენ და ახლავს განსხვავებულები გქონდეს, მაგრამ პარტიები, რომლის ფოკუსშიც არის ამორჩეველი და ის პრობლემები, რაც ამორჩეველს აწუხებს და არა მიშა სააკაშვილის კუჭის წვენი, იქ მამუკა ხაზარაძის იქ რაღაცა ახინებები, როდესაც ამაზე საუბრობთ, იგივე თუნდაც რამდენიმე პარტია შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომლებსაც თქვენ თქვა დემოკრატიულ პარტიებად მოიხსენიებთ და დემოკრატიულ ძალებად მოიხსენიებთ, იყვნენ აქტიური ნაციონალური მოძრაობიდან არიან წამოსულები. მეც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვიყავი მე. და კოორდინაციაშიც იყვნენ ისინი ბოლო პერიოდში ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ თქვენგან განსხვავებით. მეც ვიყავი რვიანის ფარგლებში, მეც ვიყავი რვიანის
არის ფარგლებში ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაციაში ოღონდ როგორც მე დავინახე რომ შეუძლებელია კოორდინაცია მაშინ როდესაც ერთი წევრი გეუბნება რომ მოდი ვკოორდინირდეთ და მეორე გარედან წიხლებს გირთხავთ და გეუბნება რომ არაფერს მაგისია ამაზე კონსენსუსი ახალზე აკეთებს ეს ხომ სიახლე არ არის ოპოზიციური სპექტრის გასაგებია ახლის დაცემა უნდა იმიტომ რომ ძალიან დასუსტებულია და ემუქრება და ხან აშანტაჟებს და თან ერთობა უნდა და თან მოღალატეები ხართო დასდახის და ეს ძალიან სასაცილოა თავისთავად ალბათ ეცინებათ ანუ თუ მოღალატეები არიან და ბიზნეს მიყიდულები არიან იმათთან ერთობა რად გინდა ხო მაგრამ ეგ გამოუცხადებია ამავდროულად ის რომ კატეგორიულად და ცალსახადრო მემიჯნება ნაციონალურ მოძრაობას და სამომავლოდაც არის თანამშრომლებს ნაციონალურ მოძრაობასთან ამ იმის ფარგლებში ამ ფორმატის ფარგლებში რა ფორმატშიც ახალი მოედანი და ჩვენ ერთად ვართ აქ ეს გამორიცხულია ამ ეტაპზე სანამ დიდი სისტემური გადატვირთვა არ მომხდარა ნაციონალურ მოძრაობაში თუ შესაძლებელია ესეთი რამე რომ სისტემური გადატვირთვა ნაციონალურ მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე იქნება თქვენთვის მისაღები მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ არსებობს ნაციონალური მოძრაობა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ყველა ნულია უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი თვითონ იმის გარდა არავინ არ არსებობს იმ პარტიაში ყველა ნულია არავინ არაფერს არ ნიშნავს ეგეთი პარტია მოიწყო თვითონ მოინდომა ეგეთი პარტია რომ თუ ვინმე მას აკრიტიკებდა ან მასთან წინააღმდეგობაში იყო ყველა უნდა განულებულიყო და ბარემ გაინულა თავი ხალხმა ვინც მის გარშემო დარჩა იმიტომ რომ შეუძლებელია ერთდროულად ეთანხმებოდა იმასაც რომ 100%-ით უკრაინელია და თან 100%-ით ქართველი ხო ანუ შენ ნაციონალურ მოძრაობაში რომ გაჩერდე უნდა აიტანო ყველა სისულელე რასაც ის ლაპარაკობს და უნდა დაეთანხმა ყველაფერში იმიტომ რომ თუ დაუპირისპირდები განულდები და ეხლა თუ მაგას არ აკეთებ და ამ სიგიჟეებს არ უპირისპირდები ისედაც ნული ხარ ხო ზუსტად იგივე რაც ბიძინა ივანიშვილთან ხდება აიღეთ ოღონდ კარიკატურული ვერსია ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება აქვს და შესაბამისად მაგის ახირებები უფრო ჭრის ამისი ახირებები უფრო ნაკლებად ჭრის იდენტური მდგომარეობა წარმოიდგინეთ ანუ იგივე ღარიბაშვილი იყო კაცი ახლა გახდა კორუმპირებული მოღალატე გედევან ფოფხაძის გულის ტკივილზე უნდა კითხოთ აუცილებლად, რომელიც თითქმის 2 კვირაზე მეტი არის ხომ და ახლაც თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობს. ამბობს, რომ არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი და მისი თქმით 24 საათიან რეჟიმში დაჭირდებათ მეგობრების თანამოაზრეების თანადგომა. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი უყურადღებობა, თუ თვლით რა თქმა უნდა უყურადღებობა. მე არ თვლი უყურადღებობა, ჩვენთან არ შევთანხმებია შიმშილობის დაწყება, ზოგადად შიმშილობას ვეწინააღმდეგები პირველი შიმშილობიდან რაც გავიგე საერთოდ საჯარო სივრცეში, იმიტომ რომ შიმშილობა ამ სიტუაციაში და ასეთი რეჟიმის პირობებში არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პოზიციაზე მყოფებისთვის ჩართული წამზომი და იმათთვის მიყენებული სტრესი და ტრავმა. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს სულ ფეხზე კიდია, გედევან ფოფხაძე გახდება თუ არა ცუდად შიმშილობისგან. ყველაფერი ღარიბაშვილი კიდია ფეხზე და ეგეც საზღვრებას უკეთებს. ეხლა გედევან ფოფხაძე წარმოიდგინე. თქვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან რაც შეეხება ჩემი მოწოდება, რასაც აი იმ დღეს შევხვდი გედის და უთხარი, ზოგადად არ მიყვარს ახლა. თქვენი მხრიდან მე არ გულისხმობთ მხოლოდ თქვენ ოპოზიციის მხრიდან. ეს არის ჩვენმა თავისი ადგილას ილაპარაკოს, უბრალოდ ჩემი სოლიდარობა არის ის, რომ უთხრა რომ ადექი მაქედან. და ნუ შიმშილობ და არავის არ ამაყურებს შენ შიმშილობა და ჩვენ ნუ გვამონათებ იმაზე, რომ რაღაცას წესკარგად ვერ შევემსახურეთ ამ შენი შიმშილობის ამოცანას. არაფერ შუაში არ არის საერთოდ ადგეს ყველა ვინ შიმშილობს. ვინც დაღლილია, ყველამ დაისვენოს. ჩვენ გვჭირდება არ გვჭირდება რაღაცა გამოხრა საკუთარი თავის ბიძინა ივანიშვილი თვითონ ჭამს თავის ნაშიერებს უბრალოდ ნაკლები დანახარჯით უნდა ვიდგეთ მტკიცეთ ესენი თავისით მიხედავენ თავის თავს ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ საქმეს შევქნა ჩვენი დემოკრატიული დღის წესრიგი და აგერ 570,000 ბავშვის ოცნებას რო კლავენ იმით რომ აი მარო მაკაშვილი რაზეც ოცნებობდა რომ უცხოეთში სასწავლებლად წასულიყო იზოლაციონისტური ნაბიჯი გადადგეს ერთი წლით განათლება მოაკლეს იმისთვის რომ ვერ წავიდეს ეს ხალხი თუმცა ვახერხებდით ცხადია გასაგებია მაგრამ ამ ნაბიჯს რო დგავ ხო იზოლაციონისტური ნაბიჯია პასუხი და საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება თავისთავად ნაბიჯი ხო ნიშანდობლივია რატო უნდა მოგინდეს ეს რატო უნდა შეუქმნა დაბრკოლება თუნდაც მე გადაიფიქრო 570,000 საჯარო სკოლის მოსწავლეს რომლიდანაც ნახევარი რომც ვერ წავიდეს დარწმუნებულად როგორც განათლების მინისტრმა ჩემთან სტუდიაში თქვა თამა რომ არ იქნება დაბრკოლება და სრული შემთხვევაში 12 წლიანი სრული კურსის დასრულებას ან 12 წლის განმავლობაში სწავლას შეძლებს ნებისმიერი მოსწავლე ვისაც ამის სურვილი გავიგე ანუ დაბრკოლება ნუ ყველასთვის კი არ იქნება უნდა მოემზადოს ადამიანი სპეციალურად ამისთვის და პირდაპირ დაუბრკოლებლად რომ მიბმული იყოს ქართული სისტემა ევროპულზე ამას შლიან ეს იყო იმპულსი მათი იგივე რასაც უნივერსიტეტებში აკეთებენ ხო ცენტრალიზაცია ამას ბოლომდე ვერც მიიყვანენ რეალურად ეს ურჩი უნივერსიტეტების მოსაშლელად ხო ანუ რეალურად მთავარი პრობლემა ის არის რომ ეს რეჟიმი არის თავისი არსით რუსული და იზოლაციონისტური ვერც ერთ ევროპულ
სახელმწიფოსთან ეს რეჟიმი ურთიერთობას ვერ დაალაგებს. მადლობა. ვერასოდეს. და შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილებს. შეუძლებელია რომ ჩვენ გადავხდით. მადლობა. თამარ ჩერგოლიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.